ნიტა, სად მივდივართ? შემოხედე. სად მივდივართ? აბოთიდან. წამო. დღეს არის შობა. 7 იანვარი და მივდივართ თავგადასავლების საძიებლად. ერეკლე, სად მივდივართ? თაწმინდის პარკზე. ში. თათო კომბინირებული გასვლა გვაქვს ესე იგი. საბაგიროზეც უნდა ვიკატავოთ, მერე თაწმინდაზე. ჯერ ავტობუსით საბაგიროზე, მერე თაწმინდაზე ერთი ატრაქციონი შევთანხმდით, მერე ფეხით უნდა გავიაროთ 4 კილომეტრი ვნახოთ როგორ გაგაჩავენ და კუსპიდან ისე უნდა ჩამოვიდეთ საბაგიროთ. ჯერ დინოზავრების აღმოსაჩენად მივდივართ. წავედით. ავტობუსით მიდიხარ? ერეკლე, რაგაცი ხარ? ხელი ჩაჭიდე, ხელი. ой. ეხლა იმ ლამაზ ადგილას მივდივართ. ხო. რაღაცაში ჩავჭიდებით და ჩუგა, შობას კილოს ვარ. ქვეშ უნდა გაძრო. წამო. აგლობა. აბა? მაგარია. წავედი. წავედი. დები ატრაქციონები. ძალიან ბევრი. გოიგო. გამაჯობა. გამაჯობა. ოპა. აბა კიდე თულა. რა მაგარია რა? კი. ნახე აქედან შორს ის მუხაწყარო ჩანს, მუხაწყარო? დიო. და მყინვარწვერი იქით, ნახე? მყინვარწვერი არ ვიცი. აი დიდი აი მთა. დიდი თოვლიანი მთები. ეგ არის ჩვენი ხო, თოვლიანი. ლამაზესია. თოვლი. ცოტა თომში მოგვიწევს მე მგონი სიარული. ხო. ნახე რამსის ქეტროსზე ვკიდივა ჩემ. ვა, ლაბუბუ მოდის. ლაბუბუ. შეხედელი. იმას აქვს გატეხილი კოდი. კოდი გაუტყდა. მოდი, ავწეთან მივიდეთ. წამო. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა დინოზავრო. ბატატინო, hello. გამარჯობა. ყველა დინოზავრს მივესალმეთ, ხო? მე მგონი. იმას გამარჯობა დინოზავრო. დინოზავრო, გამარჯობა. რამდენი დაგვრჩა კიდე? ერთი. ერთს უნდა მივესალმოთ? კი. გამარჯობა დინოზავრო. აჰა, ეს იყო? ბოლო დინოზავრი? ავიდეთ და ერეკლე გველოდება, ხო? აი, ეს ამას ჩაეძინა. ჩაეძინა. აქ გასავზომა ემეთქვა. კი, არის. ხარ უკვე მაგხელა. ეგ არის. ნიტა. ნიტა. ყვირიან გოგოები? როგორ კივიან? რა საყვარელია. რა უცნაური შენობებია ეს. უცნაურებათა ქალაქში მოვხვდით. ეს ქალაქი უფრო დიდი იყო. პირველ ეტაპს გამოვაღწიეთ როგორც იქნა თაწმინდის პარკიდან. ეხლა ბილიკის დასაწყისზე მივდივართ და დავიწყებთ ფეხით სიარულს. ზერო გაგვასწრებს დაბნელდება, ფანარი გვაქვს, მაგრამ ჯობია რომ არ დაგვიბნელდეს ძალიან. წამოდე მე. ცოტა უნდა შევისვენოთ, ერეკლემ უნდა გააკეთოს ჩანაწერები, ხო და? ჩანაწერებს არა. აბა, ჩანახატები? ხო. ეს ერთ-ერთი მთავარი ბილიკი არის, ანუ კუსპიდან თაწმინდაზე რომ გადმოდიხარ, აქ ჩამოდიხარ და
ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ არასდროს დავფიქრებული ვარ, რომ ბავშვით თუ დადის ადამიანი, არ არის ეს ბილიკი ადაპტირებული. შევისვენოთ ახლა. ცოტა უკეთეს ადგილას შევისვენოთ და ხო. წამამას ზემოთ ავიდეთ და იქ შევისვენოთ რა. ის შენობა არის ჩვენი დანიშნულების წერტილი. ბიჭებო, 1 კილომეტრი გავიარეთ უკვე. აი, თან რთული მონაკვეთი აღმართები ვიარეთ, ეს არის ამ მარშრუტის ერთ-ერთი ორიენტირი ეს შენობა. ყველა მოიხსენით ჩანთები, შესვენება იწყება. აი იქით გადავიდეთ. წამო ცოტა ხეებთან. ხეებთან იმას და ჩადე. ყოჩა. ხო არ დამეღალე ჯერ. ხო არ დაიღალეთ, ხო? ჯერ წინ დიდი გზა გვაქვს, დიდი მოგზაურობა გველოდება. ერთი ფანქარი მაჩვენე ვინ წამოგიყვანი აქ. მაცივარზე მივამაგროთ, შენ უნდა დაისვენო ნიტა, უნდა მოიხსნა. ანუ როგორც კი აღმართი იწყება, ამათი ხასიათი ჩამოდის ეგრევე ქვემოთ. სწორგზაზე მერე ჯანზე მოდიან. ესე ჩვენი გზაჯვარედინი, ნახე? ეხლა მივდივართ კუს ტბაზე, ბიჭებო. ეს მონიშნა რას ნიშნავს იცი მა? ყვითელი ფერი. ესე იგი მარტივ ბილიკზე მიდიხარ თუ და ბილიკზე რო ხარ, მაგას გეუბნება ეგ მონიშნა. ნიტა შენ როგორ ხარ? აბა. ნიტა ფარაონივით არის. ანუ მე უნდა მკითხო, გიო როგორ ხარო, საერთო ჯამში 20 კილოგრამს რო იმპერატორ ვატარე. მამაში, ნიუ გრუვში რო დაყავს იზმა. მიდი პირველი შენიყავი და შენ აღმოაჩინე. ესე უნდა გაუშვა ხოლმე, რომ მიდი პირველი ნახე, რომ ერთი წუწუნის გარეშე ერთი 200-300 მეტრი გაიარონ. შეხედე იქ როგორ ჩამს ყინვარწვერი და მთები, ნახე რამ ხელა მთები გვაქვს. რამდენმა თბილისელმა არ იცის, რომ დედაქალაქის გარშემო გვაქვს ესეთი ბევრი ბილიკი. გაიპოვეთ ერეკლე. ვა, რა მაგარია! მამაკალია. ნახეთ განეწედო. რა გაიყოფილა ესე. ბიჭებო, 10 წუთიანი შესვენება. ამას ეძახიან ყოველდღე სატარებელი ჩანთა, წელის ჩანთა. ყოველდღე სატარებელი ჩანთა არის თარგმანი, everyday carry bag არის ინგლისურად. ესეთი ტიპია რა. წელის ჩანთა. ეხლა ვნახოთ რა მიდევს აქვს. თუ ძალიან აცივდება, ბაფი, თუ დაგვაღამდება, ფანარი, ეს არის ასანთი და ასაფეთქებელი. თუ ან ძაღლი ამ გელი ან რაღაც ეგეთი რო გამოგვეკიდოს, ამით შევაშინებთ. ოღონდ ჯერ არ გამომიყენებია, არასდროს. ეს რა არის? სასტველი. თუ დავიკარგებით, ეს ასეთი. სანთებელა. თუ შეგვცივდება ძალიან, ცეცხლს დავანთებთ, ვაზელინის ბამბურთები, ესეც ცეცხლის დასანთები არის. ესენი რეებია. თოკი. პატარა თოკები. გახსოვს ქსნის ციხეზე რო ავდიოდით, როგორ გამოგვადგა მაშინ, რომ სრიალებდით და ამ თოკებმა გვიშველა. ეს სკოჩი. სკოჩი. სკოჩი გონია. არა, ის სხვანაირი. ეს წამლებია, თავი თუ აქვს ყივდება, მამი. ეს რა არის? დანა. დანა. ისთვის. ბევრი დანიშნულებით, ძალიან ბევრი. ეს რა არის? წიწაკის შესასხმელი. ეს იცი რაში გჭირდება? თუ ვიღაც ძალიან გაბოროტებული ადამიანი გამოგვიხტა უცებ და დაგვემუქრა, ამას შეასხავ თვალებში და ის ცოტა ხნით დაბრმავდება. შეიძლება ვიღაცას კითხვა გაუჩნდეს, რაში გჭირდებაო, მაგრამ აი ამ ბილიკებზე, ამ მიდამოებში იყო. არა, არ ვკლავთ, დროებით ვანეიტრალებთ. ამ მიდამოებში იყო თიკო ის უცხოელი გოგო რომ მოკლა იმ მანიაკმა. იმ გოგოს რო ქონოდა ეს წიწაკის სპრეი, შეიძლება გადარჩენილიყო და დღეს მე მგონი რომ იყიდო ეს მთელი ნებართვების აღება გჭირდება, ანუ სრული სისულელე. ხელსახოცი და მეორე პატარა დანა, ნახე მრავალფუნქციური დანა. ერთი ხრახნი, მეც მაქვს. მერე დანა, მერე ქლიბი და რაც ყველაზე გამოსადეგია პატარა მაკნატელი. ამ პატარა ჩანთაში ნახე რამდენი რაღაც ჩაეტია. ესეც ძველი ხელსახოცი. ხედავ? აბა მეორე ჩანთა. ეს არის ჩვენი ბავშვის სატარებელი ზურგჩანთა. ერეკლე რო პატარა ყავდა, იქიდან მოგყოლებული გვაქვს. აქ ადგილზე ვიყიდეთ დეუტერი, გერმანული კარგი ბრენდია, Kid Comfort 1+. ეს არის მოდელის ნომერი. საკმაოდ კარგად გამოგვადგა,
რო გითხრათ რომ ამით ახლა 300 და 400 კილომეტრიან მარშრუტებზე ვიარეთ თქო მოგატყუებთ, მაგრამ ისეთ პატარა გასვლებზე 2-3 კილომეტრიან გასვლებზე გამოგვიყენებია და შვენივრად გამოგვადგა. პატარა ზურგჩანთა აქ უკან, აქ ვინახავთ თქვათ აი ესეთ საჭირო ნივთებს. ბევრი არ ეტევა, მაგრამ ესეთ ერთდღიან გასვლებზე საკმარისია. ეს საყრდენი შეგვიძლია ესე დაუპატარაოთ. სუბუქი ნამდვილად არ არის. სახლში ავწონი და ვიდეოს მივაწერთ დაახლოებით ალბათ 3-დან 4 კილომდე იქნება ეს ზურგჩანთა. ბავშვის წონაც რო ემატება, უნდა გათვალოთ რომ 20 კილოს ტარება შეგეძლოს. ასე რომ მოდი გავისეირნებთ გასვლა, არ გამოგდის თუ ზურგით დაკავს ბავშვი, საკმაოდ ისეთი დამღლელი საქმეა მამი. მე ცოტა დავასადე. მე გავიგარე. დაიღალე? წამოდე მე. ესე მივდივართ კუსტბისკენ, მა. აი, კუსტბა, აი წაიკითხე შენ ხო კითხვა სწავლობ უკვე. კუსტბა. ხო, კუსტბა. კუსტბა, წავედით. ხელები ამოიღეთ ჯიბიდან. კი, ხელები ჯიბიდან უნდა ამოვიღოთ. მე ის მეორე წესია ხელები ჯიბიდან. ამოიღეთ. როცა მყარად დაადგან ფეხს, მე ადგი ხოლმე, კარგი? მე ხელი. ოდნა უფრო განიერი რო იყოს, ორი ადამიანი კარგად დავეტეოდით ესე. მოგწონს? ახალი თოვლი ერეკნე. ხედი. ზა. მამა, ლასაკეთებდი. არაფერს, მა. დავზვერე. მე მოთხო, ვიცით სადაც მივალ. ისევ ქვემოთ ბილიგზე ჩადის ესეც, მა. ცოტა უცნაურად არის გაკეთებული. წავედით. ეს რა ხეა, მა? მუხა. როგორ მივხვდი? პირველი ხეა. წამო, იცი როგორ ჩავიდეთ? ნახე მოკლეზე ჩავიდეთ ეს ხო, მე შეხედე. და დემეტრე რომ ამოვედით. მან ეხლა გადავხედავ და დიდი ტბა დაგხვდება. ვა, ნახე რა კარგი ბილიკია მაგ. ხო, კაი მონაკვეთია. აქ ხო უკვე ვიყავით. არა, აქ არ ვიყავით. ბიჭებო, იცი რამდენი კილომეტრი გამოვიარეთ? 3 კილომეტრი და 450 მეტრი, ყოჩა. კარგი შედეგი არის. კილომეტრი და კუსტბა. აჰა, 1 კილომეტრის და კუსტბაზე შეხედე რა კაი ხედია. საათი უნდა ვნახო. აბა, 3:06. 3:0, 306 ყოფილა ესე იგი. 3:06. ეს არის ჩრდილოეთის ფერდი, აქ მზე არ ანათებს. მაგიტო არის თოვლი ისევ შემორჩენილი. დღის სინათლეზე მოდი გადავიდეთ იქით ამ მხარეს. იქით არის სამხრეთის მხარე, იქ სუმზე ანათებს და მაგიტო თოვლი აღარ დაგხვდება აი ამ ბილიკზე. 6-ის მოგივლად. ნახე ბიჭებო, ცოტა საინტერესო მონაკვეთს მივადექით, შეხედეთ? ბიჭებო, სკამი დავინახე. აი აქ. შესვენება ზუსტად 1 წუთი, 17:25-ია, 26 რო გახდება, წავედით. ფაქტიურად ძინავს ნიტს. ხო. დაიძინე ნიტ. ამა შეხედე. აბა როგორ ახარ? დაიღალეთ? კარგად? მე არა. კარგია. ოჩაღი ხარ. დაფიქრდი სანამ გადააგდებ. ბუნებას ისე კი არ გაუფრთხილდე, როგორც წინაპრებისგან ნაჩუქარს, არამედ ისე, როგორც შვილებისგან ნათხოვარს. 80 წელიწადში ვითომ მომხელა ბურბალი გაქრება? ან რო გაქრება, რად გადაიქცევა? ალუმინი 200-500 წელი, მინა საერთოდ არ იმაშვება, დეგრადირებს, პარკი 1000 წელი, 450 წელი პლასმასი. ეს რა არის? აი, მამის რეაქცია. კარგად არ გამოჩნდა, მაგრამ ხო სისულელეა, მაგრამ როგორ უხარიათ ბავშვებს ესეთი რაღაცეები მარშრუტზე. ცეცხლიანთია, მა, ცეცხლი. კი. მოდი. ფესვები, მამა, ღერო, ტოტები, შტო, ფოთლები, ნაყოფი. აი ამ ზედა ნაწილს ქვია, წაიკითხე ერეკლე? ვარჯი. ვარჯი. ეს ნახე გადაჭრილი ხეა. დე არა უშავს. არა უშავს. მეც მაგრამ მეწინე შემიძლია დასწრა. მაგას გავრეცხა. ჩიტი გამოდის, ნახე. რა?
ჩიტი დავხატე, ნახე? ამას მე მივწვდები, დაგეხმარები, მიდი. ზედა ნაწილს. აჰა. ახე ძაღლის საფლავი ვნახეთ, მა. აბა წაიკითხე, რა ქვია? ბობო დაუსაფლავებიათ, მაგ. კავკასიური რცხილა, აი შენ რომ ამბობდი, ეს ხი არ ვიციო, რცხილა, მა, ეს არის რცხილა. აი ტყის თაგვი, შეხედე? შეხედე თათები. და როგორი ფეხები აქვს. ბიჭებო, იქ კიდე არის ერთი ნიშნული რაღაც გზაჯვარედინი, წამო, აბა წავიდეთ. აი რაღაცა არის, ხო, გზაჯვარედინი. რა დროს ჭირდება 1 სანტიმეტრი სისქის ნიადაგის წარმოქმნას? ნიადაგის საჭმელს აძლევს მამ მცენარეებს. ზომიერ კლიმატური ზონებში 1 სანტიმეტრი სისქის ნიადაგის ფორმირებისთვის საჭიროა 200-დან 400 წლამდე, მა. აი ამ მონაკვეთზე, ბოლო მონაკვეთზე მარშრუტის ბევრი გასართობი დაგხვდა ბავშვებისთვის და ანუ 1-2-რად გაიხალისეს. ამიტომ თბილისის გარშემო თუ ეს ოჯახური მარშრუტები, აი ესეთი თავშესაქცევებით იქნება დატვირთული, ბევრად უკეთესი გამოვა. მა, აი ჩვენ სად ვიყავით, იქით ხედავ შორს ქოხი რო არის და ის ეშმაკის ბორბალს ხედავ, მაქედან დავიწყეთ საერთოდ დღეს სიარული. 4 კილომეტრი გვაქვს უკვე გავლილი, დაკახელი. ოპა, დემე დაარტყი, მაგრები ხართ. მოდი აქ გადავიხედოთ ერთი აქ რას გვეუბნება ეს ნიშნულები. თითქმის მოვაღწიეთ, ანუ 4 კილომეტრი გვაქვს გავლილი, 4 კილომეტრზე მეტი. ბიჭებო, როგორ ხართ? ნეტა რამდენ დედაქალაქს აქვს ასეთი ხედი, შეხედე რა. სასწაულია. მა, იმ თებს ქვია კავკასიონი, თქვი? კავკასიონი. ნახე რა კარგი ბილიკია, მა. ჩავდივართ უკვე კუსტბაზე. ამათი ენერგიაც გამოილია. 4:43, ანუ 5 კილომეტრი გამოგვივა ნასიარულები. თან მარტივი სასიარულოც არ იყო. თოვლი, ზამთრის პირობები. ოპა, წამო. ყოჩაღები არიან. დასამახსოვრებელი გასვლა გამოუვიდათ. ნიტასაც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2 წლის არ არის, აუცილებლად დაამახსოვრდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ მის გონებაში დაილექება ისეთი სურვილი, რომ ცხოვრებაში კიდევ ბევრი აღმოჩენა გააკეთოს. ბუნებაში გამოსვლა, ამ ფერების ნახვა, სირთულეების გადალახვა, ერთობა, რაც სჭირდება ასეთ გასვლებს, სწორედ ეს არის ლაშქრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გაჯანსაღებს და ადგილებს გაჩვენებს და მოკლედ თავგადასავლებს გიძღვნის, ამის მიღმა არის ერთობის შეგრძნება, ასე რომ მიარეთ ბუნებაში. ჩამოვედით ცივილიზაციაში. გაყინულია? მე ცალკე ეგეთ ადგილას წავალ, სადაც სრიალი შესაძლებელია. აჰა. და მე დაგიჭერ ესე. ო, კაი თავგადასავალი გამოვიდა. შევხადე? შეხტი მივდივართ. კარგად გავარქვით თავი. ცოტა უკან ხო არა ვიდეთ? არ არის. მე არ ვარ.